მოგესალმებით, მოგაწოდებთ კიდევ ერთ რეცეპტს. თუ მოგეწონებათ, არ ვიცი, ვეღარ გავიგე, მოგწონთ, არ მოგწონთ. გაინტერესებთ, არ გაინტერესებთ, შემიძლია უამრავი რეცეპტი მოგაწოდოთ, რომელსაც მე ვაკეთებ, როგორც კულინარიული, ცომეული, ტკბილეული, ყველაფერი, მაგრამ თქვენ რა გაინტერესებთ, რადგან არა გვაქვს ცოცხალი და პირდაპირი კონტაქტი, ვერ გავიგე. ავიღოთ ახლა გივეჩკუ, არის ასეთი ერთ-ერთი რეცეპტი. ავიღოთ ხორცი, თქვენთვის მისაწვდომი, რომელიც იქნება, გინდათ საქონლის, გინდათ ღორის, გინდათ ბატკნის. ჩავშურსოთ თავის ცხიმში და თუ საკმარისი ცხიმი არ ექნება, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენთვის ნებისმიერი ცხიმი, გინდათ კარაქი, გინდათ ზეთი მოიხმაროთ. ამასთან ერთად უნდა ჩაიშუშოს სურდელოვანი წიწაკა, მიხაკ დარიჩინი და ხავხთან ერთად. ერთი ფურცელი დაფნის ფოთოლი. ცალკე ვამზადებთ ბოსნეულს, რომელთან ერთად მერე ეს ხორცი სუფრაზე უნდა მიიტანოთ. დავჭერათ დიდ ნაჭრებად ყაბახი, სტაფილო, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა. შევწვათ და წინასწარ მოწალულ მწვანე ლობიოსთან და სერცთან, ნიორთან, ცოტა შაქართან ერთად გავაკეთოთ კარამელიზაცია. დავუმატოთ პომიდორი, ოხრახუშთან ერთად და შევკმაზოთ მარილი გემოვნებით, ცერეცო. ამისათვის საჭიროა ერთი პორცია რო აიღოთ, დაუშვათ, ან რა ვიცი ხარ, რამდენი სტუმარიც გეყოლებათ, 200-300 გრამი ყაბახი, ლობიო, მწვანე ლობიო, ლობიო 20 გრამი, ცერცვი 20 გრამი, სტაფილო 50, პომიდორი 50, ბულგარული 30, ხახვი 30, შაქარი, მწიყვი, დარიჩინი, მიხაკ დარიჩინი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი 1 და 2-3 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით, გემრიელად მიერთვით.